პარტია მემარცხენე ალიანსის ლიდერები კახა ძაგანია და სოსო შატბერაშვილი აქტიურ პოლიტიკაში ბრუნდებიან. Თქვენს რომ საქართველოს სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას, უახლოეს პერიოდში კი ზეწოლა ჩვენი ქვეყნის მიმართ გაძლიერდება. მემარცხენე ალიანსი აქტიურ პოლიტიკას უბრუნდება. დღეს ჩვენი ქვეყანა უმნიშვნელოვანესი და სახიფათო გამოწვევების წინაშე დგას. Გლობალურმა პროცესებმა საქართველოს როლი კიდევ უფრო მკაფიოდ გამოკვეთა მსოფლიო პოლიტიკის საჭადრაკო დაფაზე და შესაბამისად უახლოეს პერიოდში ზეწოლა ჩვენს ქვეყანაზე კიდევ უფრო გაძლიერდება, როგორც უცხოეთიდან, ასევე საქართველოში მოქმედი პოლიტიკური პარტიების და NGO-ებისაგან, რომლებიც ფინანსდებიან უცხოეთიდან. Სამწუხაროდ ბოლო პერიოდში ბიუროკრატია, რომელიც მართავს ევროკავშირს, აბსოლუტურად ეწინააღმდეგება იმ ევროპას, რომელიც რამოდენიმე ათეული არა, უფრო ნაკლები 15 წლის წინ ან 10 წლის წინ იყო. როდესაც საქართველოს შედიოდა ევროპაში, როდესაც ჩამოდიოდნენ ჩვენი პარტნიორები ევროპიდან, გაოგნებულები, გახარებულები ვიყავით, თუ როგორი კარგი მაგალითის მაჩვენებელი იყო ევროპა, მაგრამ სამწუხაროდ აბსოლუტურად შეცვლილი არის დღევანდელი მიდგომები ევროკავშირის ბიუროკრატიის